საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება, ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოში განაცხადეს. ეს განმარტება თეატრულუკიანის ფრანგულ დიპლომთან დაკავშირებით გაკეთდა. ქართული კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული. თეატრულუკიანმა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა ენა დაამთავრა, სადაც მას მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში აქვს მიღებული. I cannot really ნამდვილად ვერ შევალ პოლემიკაში თეატრულუკიანის კომპეტენტურობის შესახებ ქართული კანონმდებლობისა და მოლოდინების თანახმად. Შემიძლია აგიხსნათ რა საკეთებს ენა, რა მომზადებას გადის ხალხი ამ სკოლაში. ეს არის საერთო მომზადება. სპეროს ირჩევს სკოლის დამთავრების შემდეგ მიღებული ხარისხის მიხედვით. ყველა სტუდენტი იღებს საერთო მომზადებას. ამის შემდეგ შეუძლიათ პარალელურად სხვა სფეროებით შეისწავლონ, მაგრამ საერთო მომზადება საშუალებას აძლევს სტუდენტებს გახდნენ დიპლომატები, როგორც მე, გუბერნატორები, მოსამართლეები ადმინისტრაციულ სფეროში. მეკითხებით ამზადებს თუ არა ენა იურისტებს, ჩემი პასუხია დიახ. დიპლომის აღების შემდეგ შეგიძლია გახდეს სახელმწიფო საბჭოს წევრი. ის ახდენს დავის მორიგებას სახელმწიფოებსა და ინდივიდუალურ პირებს შორის. ასევე შეუძლია გახდეს კონტროლის პალატის, აუდიტის სასამართლოს წევრი, რომელიც კურირებს როგორ იხარჯება სახელმწიფო თანხები. შეუძლია გახდეს აგრეთვე მისი მოსამართლე და ამუწყების პროკურორიც. ფრანგული სისტემის თანახმად, როდესაც ხარ მაგისტრალური სასამართლოს მოსამართლე, შეგიძლია გახდე პროკურორიც. ასევე მოსამართლესაც შეუძლია გახდეს პროკურორი ან გენერალური პროკურორი. თუ მეკითხებით ამზადებს თუ არა ენა იურისტებს, ჩემი პასუხია დიახ. თუ ასევე მეკითხებით ფრანგული სისტემისთვის, შეუძლია თუ არა ენას პროკურორი მოამზადოს, ჩემი პასუხი ამ შემთხვევაშიც არის დიახ. ფინანსურ და ადმინისტრაციულ სფეროში. in the case of Mrs. Tsulukiani თეატრულუკიანის შემთხვევაში აშკარა რომ იურიდიულ სამართლებრივი მომზადება, რომელიც მას მიღებული აქვს, საშუალება მისცა მიეწვიათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, სადაც 10 წელი იმუშავა. მას აქვს მომზადება მიღებული ევროპულ სასამართლოში, ადამიანის უფლებათა სამართალში, საერთაშორისო სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალში, რითაც ზოგადად იურისტები ხდებიან. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს.